მოგესალმებით. დღეს იქნება გაგრძელება ჩვენი ტუტორიალისა, სადაც გავაკეთეთ საბოლოო ჯამში თალსეტი, სადაც გვყავს რაღაც მოთამაშე, რომელსაც დარტყმა შეუძლია. შემდეგი ეტაპი ექნება უკვე რომ დავამატოთ მოწინააღმდეგე, რაღაც გარკვეული enemy. სანამ ამას გავაკეთებთ, მანამდე გვჭირდება რომ თვითონ hitbox-ი გავუკეთოთ ამ ჩვენს მოთამაშეს. მოდი დავიწყოთ მაგის გაკეთებით. პირველ რიგში მოდი გადავიდეთ player-ის სცენაში და შევამოწმოთ რა გვაქვს გაკეთებული. გვაქვს player-ი, გვაქვს რაღაცა კამერა, animation player-ი და ასე შემდეგ. პირველ რიგში რომ დავაფიქსიროთ ყველა მოქნევა, ამისათვის, ყოველთვის ვიყენებთ ხოლმე ARIA-TUDIS, ხო? ARIA-TUDIS აქვს რაღაც გარკვეული სიგნალი, რომელზეც შეუძლია რომ შეამოწმოს, რაზე ხდება overlap-ი, აი რას ეხება და ასე შემდეგ. მოდი დავამატოთ ARIA-TUDI. ამ ARIA-TUDIS მოდი დავარქვათ hitbox-ი. დავამატოთ ასევე collision shape-ი, რომელიც მოდი შევამოწმოთ აბა ჩვენი animation player-იდან როგორ გამოიყურება ჩვენი ანიმაცია. თუ შევამოწმებთ, აი ამას ოდნავ შევამცირებ აქედაც და აქედაც და აი მოდი მესამეს შევამოწმებ. აი მესამეს მიხედვით გავაკეთოთ ეს ჩვენი collision shape-ის ზომა. მოდი გავაკეთოთ capsule shape-ი. მოდი ეს capsule shape ცოტა ზემოთ ავიტანოთ ასე ოდნავ გვერდზე გადავატრიალებ 900 არა 90. შევამცირებ აქეთან მხარეს, აი დაახლოებით აი აქ გავაკეთებ. და აი ეგეთი რაღაცა მივიღეთ საბოლოო ჯამში. ოდნავ შემიძლია დაბლად ჩამოწიო. აი 13-ზე რო იყოს ნორმალურია აბსოლუტურად. ეხლა საქმე რა არის, იცით, აი ეხლა ამ collision shape-ს ყოველთვის შეუძლია რომ დააფიქსიროს მოწინააღმდეგე. აი არ მინდა რომ ყოველთვის დააფიქსიროს მოწინააღმდეგე, მხოლოდ მინდა მაშინ, როდესაც აი ეს მოქნევის რაღაცა შუაში არის, ხო? აი რაღაცა აი ამ მომენტში არის. ეხლა მაგისათვის თვითონ animation player-იდან შემიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთო, რომ მოდი პირველ რიგში აი ნახეთ disable property აქვს. აი თუ ჩვენ აი debug-იდან გადავალთ და visible collision shape-ში გავაკეთებთ, ჩავთავთ, აი შევხედავთ და დავინახოთ აი ეს collision shape-ები ზოგადად როგორ ხდება. აი ამ შემთხვევაში ეს რო განათებულია, ნიშნავს რომ ეს collision shape-ი ნამდვილად აქვს და როდესაც საქმეზე მიდგება, რაღაცის დაფიქსირებას ჩვეულებრივად შეძლებს. მაგრამ როგორც თქვით, არ მინდა მე ეგრო გავაკეთო. collision shapes, hitbox ზოგადად აქვს monitoring და monitorable. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი არის, რომელიც სადაც შეუძლია რომ დააფიქსიროს სხვა ობიექტები, მეორე არის, რომ სხვებმა შეძლოს დაფიქსირება, ხო? ეხლა ჩვეულებრივად შეგვიძლია ხოლმე აი ამის toggle გავაკეთოთ, ანუ ჩავართოთ და გამორთოთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი თუ მაგალითად animation player-დან მინდა რომ ეს თავიდან ჩავართო და მე რაღაც შუაში, უბრალოდ თავიდან გამორთო და მე შუაში ჩავართო და მე ისევ გამორთო, მაგ დროს, ეგ მაინც და მაინც არ მოქმედებს. მაგისათვის თავი რო ავარიდოთ, არის collision shape-ი, რომელიც შემიძლია disabled property ჩავთო და გამორთო. ეხლა აი ასე რო ჩავთო, ნამდვილად დავინახოთ, რომ ეს collision shape-ი გამქრალია მაგალითად და არაფერს არ ეხება. აი, მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ ეხლა. გადავიდეთ animation player-ში. პირველი enter-ზე, მოდი ეგეთი motion collision shape-ი, disabled property თავიდან გვჭირდება რომ disabled იყოს. აი მე აქედან უკვე რომ ეგეც გვჭირდება რომ disabled იყოს, აი აქ და აქ disabled არის, თუმცა აი აქ მინდა რომ disabled არ იყოს. აი ამ ადგილზე მინდა რომ არ იყოს. და აი თუ შემოვიქნევთ ამას, აი დავინახავთ რომ რაღაცა flash-ებით არის რომ იმას აკეთებს. მოდი ახლა იგივე გავაკეთოთ დანარჩენებზეც, ET2-ზეც, disabled იყოს აი ამაზე და ამ ნაწილზე. აი აქ მინდა რომ disabled არ იყოს, მინდა რომ აი აქამდე სადამდე გაგრძელდეს. აი აქამდე გაგრძელდეს. მოდი მესამეზეც გავაკეთოთ, თავიდან მინდა რომ disabled იყოს. მე მინდა რომ აი ამ ადგილზე და მოდი აი აქამდე იყოს. მოდი იმას გამოვართო, snap-ს გამოვართო და აი აქამდე იყოს. აი ამ ადგილამდე იყოს. პირიქით. გამორთული უნდა იყოს.
და ეგეთი რაღაცა მივიღეთ. მაგრამ თუ დავაკვირდებით, აქ ერთი პრობლემა არის, რომ ეს რატოა ჩართული? პირველზე შევამოწმებ, კი ბატონო. ერთი პრობლემა, ეს პირველზე კი გავაკეთეთ, მაგრამ აი მეორეზე მაგალითად ეს აშკარად დაბლა არის, ხო ეს? აშკარად 10 აქვს. მესამეზეც რო გავაკეთოთ, მესამე საერთოდ სხვაგან არის. ეხლა მთავარი პრობლემა არის, როგორ შეიძლება აი ყველაფერი გავაკეთოთ. ერთი არის, რომ animation player-იდან თავიდან ბოლომდე ყველაფერი დავაფიქსიროთ რაღაცა. მაგრამ ცოტა პრობლემა არის, იმიტომ რომ ხა თქვა ბევრი ასეთი ანიმაცია გვაქვს. ხა ცალკე collision shape-ის disable properties-ზე დავხარჯეთ რაღაცა გარკვეული დრო და ეხლა ყველა ჯერზე რო ასეთი რაღაცა გავაკეთოთ, აი თქვა და ძალიან ბევრი ეთიკის ანიმაცია გვაქვს. ყველაზე ცალ-ცალკე ვერ გავაკეთებთ ამას და აი ყველაზე ცალ-ცალკე რაღაცა რესაის ვერ გავუკეთებთ, ხო? გარდა მაგისა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფლიპიც გვჭირდება, ასე რომ მაგაზეც უნდა ვიზრუნოთ. კარგი, მოდი ეგეთი რაღაც გავაკეთოთ. მოდი გადავიდეთ ამ ჩვენს player-ის script-ში და ნახოთ აქ რა ხდება. აქ საკმაოდ კარგად გვაქვს რაღაცები გაკეთებული და აი ზუსტად ეს შეუძლია გამოვიყენოთ. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს აი ეს კონკრეტული check attack input-ი, სადაც ერთმანეთისაგან განსხვავებულად attack 1-ის ანიმაცია ჩაერთობა, attack 2-ის ანიმაცია, attack 3-ის ანიმაცია და აქ რაღაცა გარკვეული სკრიპტი გვაქვს მოცემული ამაზე. ეხლა აქ ეგეთი რაღაც შეუძლია გავაკეთოთ, რომ მოდი პირველ რიგში აი ეს ჩვენი collision shape-ი, აი ეს collision shape-ი, მოდი ამ სახელს დავარქვი, რომ მივხვდეთ რის collision shape-ია, attack collision. აი ეს ამოვიღოთ და აი სადმე აქ ჩავარდოთ. ეხლა ჩვენ ამ attack collision-ზე შემიძლია, რა თქმა უნდა, შევცვალო გარკვეული პოზიციები, ხო? მაგრამ რადგანაც რამდენიმე გვაქვს, შემიძლია რომ ეს ყველაფერი ერთად გავაერთიანო. კონკრეტულად აი ამაში გვეხმარება dictionary. კონკრეტულად dictionary რა არის? მარტივად რო წარმოვიდგინოთ, არის რაღაც გარკვეული ინფორმაციების ერთობლიობა, ხო? მოდი შევქმნათ attack infos dictionary, რომელიც იქნება აი ასე გამოიყურება, აი ასეთი ფრჩხილებში არის შემოსილი. პირველი ჩვენ გვჭირდება რომ attack 1 იყოს, ხო? იგივენაირ სახელს დავაწერ, როგორც აქ გვაქვს და როგორც აქ გვაქვს. რომ მაინც აცნინა არ მოხდეს. ამ attack infos უნდა გქონდეს ორი რაღაცა. ერთი უნდა იყოს offset-ი. ანუ offset იგივე არის პოზიცია, ანუ ეს პოზიცია განსხვავებული უნდა გქონდეს, ხო? რომელიც იქნება vector ესე იგი, პირველი შემთხვევაში რა შეიძლება იყოს? ესე იგი, მოდი გავხსნათ ეს animation player-ი, attack 1 გავაკეთოთ და attack 1-ის შემთხვევაში ეს გავაკეთეთ, ხო, ნამდვილად და ეს არის 0.8-13. ამას ჩავხურავ, ეს vector 2 უნდა იყოს, სადაც არის 8-13. ეს ნორმალური იყო. და მეორე არის rotation-ი. ეს rotation იმის გამო მჭირდება, რომ ის მესამე attack-ი, რომელიც არის ზემოდან ურტყავს და ეს rotation-ი 90 რომ აქ არ მინდა რომ 90 იყოს. ამ შემთხვევაში attack 1-ის შემთხვევაში ჩვეულებრივად ეგრე იქნება. კარგი, აქ ძიმე დამოვიწყო. ხო, ძიმით იყოფა ყველა ჯერზე რაღაცა ახალი სრო და აქ შემიძლია კიდევ ერთი ჩავამატო და ასე შემდეგ. კაი, ეხლა გადავიდეთ შემდეგზე. აქაც ძიმე დამჭირდება. ამას მოდი გადავაკოპირებ და აქაც იგივე რაღაცას გავაკეთებ, თუმცა ამ შემთხვევაში იქნება attack 2. მოდი ახლა attack 2-ზე განსაზღვროთ აი ეს ვექტორი და ეს რამდენი უნდა იყოს. ეს ვიცი რომ 90 უნდა იყოს. უბრალოდ attack 2-ზე, როგორც ვნახეთ, აი attack 2-ზე, აი ეს აი შუას დაბლა რომ მოიქნია, აი ამის ადგილი უფრო დაბლა უნდა იყოს. აი დაახლოებით აი ამ ადგილზე რო იყოს, აბსოლუტურად ნორმალური არის. და ახლა მოდი ამის მიხედვით გადავწერ. ესეც არის 8 და -7. 8 და -7-ს გავაკეთებ აქ. ეხლა უკვე მესამე ნაწილზე გადავალ attack 3-ზე. attack 3-ზე ცოტა განსხვავებული იქნება. ეხლა აქ 0 იქნება, ვიცი რომ 0 არის. მოდი ეხლა ჩავრთავ attack 3-ს, სადაც მოდი აი ეს ამ ნაწილს ავიღებ. მოვნიშნავ ამ ჩემს collisions და აი დაახლოებით აი ამ ადგილზე რო იყოს, აბსოლუტურად ნორმალური არის. ჩვეულებრივად შეძლებს დაფიქსირებას. მოდი ახლა ნახოთ რა ხდება აქ. ეს რომელი collision წამოვიღე, საინტერესოა. ეს collision-ი არა, ეს collision უნდა წამოვიღე. ისა რა ხდება?
90-ით გადავატრიალე, აი ამ ადგილზე უნდა იყოს 21 - 17-ზე არის ეს. ეს არის 21 - 17-ზე. კარგი, ეს data გვაქვს. ეხლა როგორ შემიძლია ეგ data გამოვიყენო? კონკრეტულად, მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთო. ჩამოვიდეთ აი აქ და აი ამ ფუნქციაზე გვჭირდება რაღაცების გაკეთება. კონკრეტულად ნახეთ ეს anim name-ი რო გვაქვს. კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ანუ ჩვენ როდესაც რაღაცა გარკვეული მოქნება ხდება, ხო? ეს ფუნქცია გამოიზახება, ხო? მოდი ეგეთ რაღაც გავაკეთოთ, რომ უთხრათ ეგეთი რაღაცა. etek collision-ი წერტილი position უდრის. ეხლა ნახეთ ზემოთ ხომ აქ etek info ქვია ამას. etek info ამაში რო გვაქვს რაღაც გარკვეული etek-ი, მაგალითად etek 1 etek-ი ქვედატირე 1 etek 1 აი ამის offset-ი მინდა მაგალითად ამის offset-ი მინდა მე მოდი აბა შევამოწმოთ. აი მოდი ხო ამ შემთხვევაში წაღი გადაცვლილი მქონდა. აი ხა თავიდან ასე გადაცვლილია და აი ნამდვილად შეიცვალა, ხო? position-ი ნამდვილად შეიცვალა. მოდი იგივე გავაკეთოთ როტაციაზე. position-ის მაგივრად rotation ნახეთ რამდენიმე rotation არის. ეს rotation თავიდან ხო ვიცით ჩვენ რომ ეს rotation-ი იზომება მეებში რო ქვია რადიანებში. აი თუ მივადებთ კიდევაც float-ი არის ამის data type. degrees აი ეს მონიშნოს, რომელიც ავტომატურად გადაიყვანს ამას. და ამ შემთხვევაში შეგვიძლია მონიშნოთ rotation. თავიდან ხო ვიცით რომ აი მაგ ადგილზე არის. და აი ზუსტად ის მიიღო, რაც მე მჭირდებოდა. flips ჯერჯერობით არ აკეთებს, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, მოდი ჯერ ესენი გავაკეთოთ. ეხლა როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს მხოლოდ ამაზე არ იყოს და ყველაზე იყოს. ეხლა ჩვენ ხო აი ამ start etek ფუნქციას აი აქედან ვიძახებთ. აქაც გვაქვს anim name. ასე რომ შეგვიძლია დამატებითი სულადი შემოვიღოთ var etek, რომელიც აი ამ ნაწილს თვითონ მოგწევს. უდრის etek info და აი ამ ადგილზე იქნება აი ეს. აი ყველა ჯერზე რომელიც არ უნდა იყოს, აქ etek 1, etek 2, etek 3, ეგენი თვითონვე შეცვლიან ამას. და აი ამ ადგილზე თვითონვე გააკეთებენ მაგას. ეხლა შემიძლია ეს etek-ი დავაკოპირო. აი ესე გავაკეთო. და საბოლოო ჯამში იგივე შედეგს მივიღებ, ნახე? აი უბრალოდ იგივე შედეგს არ მივიღებ, უკეთეს შედეგს მივიღებ. ამაზე ესე ხდება, მეორეზე რომ მოვიქნიე, დაბლა გააკეთა, მესამეზე რომ მოვიქნიე, ეგრე გააკეთა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ აი ეხლა აი ასე რომ მოვიქნიე, ამის ფლიპი არ გაუკეთებია, ანუ ამის პოზიცია ერთი და იგივეზე დარჩა. ეხლა ეგ როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ? ძალიან მარტივად, ჩვენ ხო sprites flips უკეთებთ. აი აქაც იგივე რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. if sprite წერტილი flip age ანუ სიმართლეს თუ უდრის ეს, ამ შემთხვევაში მე მინდა რომ აი ეს ავიღო ამის position.x-ი x ვცვლი ხო მეც მე მგონი რაც არაფერს არ ვცვლი გავამრავლოთ ანუ ეს x იმიტომ ვცვლი რომ flip-ი გავაკეთო ხო flips აქედან აქეთ ვაკეთებ ხო მეც არაფერს არ ვაკეთებ y-ის შეცვლა არაფერში ამჭირდება გავამრავლოთ -1-ზე ეს -1-ზე რომ გავამრავლოთ გინ დადებითი იყოს გინ უარყოფითი მაინც რაღაც საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ ხო მეორე ეს იქნება ესეც გავამრავლოთ უდრის -1-ზე მოდი შევამოწმოთ აბა აქედან მხარეს არის და ეგეთ რაღაცა გააკეთა ესეც გავაკეთოთ ეს მუშაობს მეორე მხარეს ეს რო იძახი ხოლმე ნიშნავს იმას რომ ეგეთი მოქნება და ნამდვილად აქაც შეტრიალდა და გააკეთა აქაც შეტრიალდა და გააკეთა ეხლა ეს ყველაფერი ეხლა ამას საბოლოო ჯამში თავისი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ხო რასად იქნება რა ადგილზე იქნება ეს მხოლოდ ამოწმებს იმას მაშინ როდესაც sprite-ის flip page-ი ანუ ამ sprite-ის flip page-ი არის დადებითი სხვა შემთხვევაში აი ეს რომელიც ყველა გამოძახების შემთხვევაში ცალკე იქნება ეს არის პასუხისმგებელი იმაზე როდესაც flip page-ი არის false-ი ანუ როდესაც ჩვეულებრივ მდგომარეობაშია
აი ამას ანიჭებს ავტომატურად. თუ ატრიალებულია, მერე აატრიალებს. იმედია მიხვდით. ანუ ეხლა აი აქაც შემეძლო რა თქმა უნდა რომ ცალკე დამეწერა, მაგრამ ეს უბრალოდ else-ით დამეწერა, მაგრამ ეს აბსოლუტურად საკმარისია. ანუ ეგეთი რაღაცა ხდება. ჩვენ რაღაცა inputs როდესაც მივაწვდით, გამოიძახება ეს ფუნქცია, ამას არგუმენტად მიეცემა eth1. ამას აღარ განვიხილავ, იმიტომ რომ განხილული გვაქვს, იქნება ახალი ცვლადი. ახალი ცვლადი არის eth1info, eth1 ამ შემთხვევაში მაგალითად, ხო? ეს აძლევს პოზიციას ამას და როტაციას აი ამას. თუ ეს, აი მაგალითად ამ შემთხვევაში, ხო, არ არის ეს ჩვენი ატრიალებული. თუ არ არის, დატოვებს ამას, მაგრამ თუ არის, არ დატოვებს და აი ამას გააკეთებს. ანუ ეს წამიერად ხდება რეალურად საბოლოო ჯამში და საბოლოო ჯამში კი ვიმეორებ საბოლოო ჯამში ამდენს, მაგრამ არ ვაშუს ამ სიტყვას. აქედაც მუშაობს, აქედაც მუშაობს. ანუ წამიერად ატრიალებს და უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ხა საბოლოო ჯამში და ყველა ჯერზე მოქმედებს ამას. ეხლა ამის მეორე ვარიანტი არის ის, რომ აი აქედან შევსულიყავით და აი აქედან ყველა ჯერზე დაგვეფიქსირებინა ამ eth collision-ის რომელ ადგილზეა და ასე შემდეგ. კიდე ერთ რაღაცას დავამატებ აქ. როდესაც ჩვენ რაღაც აი ამ hitbox-ებზე და რაღაცებზე მუშაობთ, ვიყენებთ გრუპებს. აი აქ არის გრუპები. და მოდი ეს ჩვენი hitbox-ი დავამატოთ eth hitbox გრუპში. და შეგვიძლია მაგალითად აი player-ის დავამატოთ რაღაცა გრუპში და ეგეთ ძალიან ბევრი ფუნქცია არის ეგეთი, აი მაგალითად ერთ-ერთი ფუნქცია არის ეგეთი, რომელსაც ქვია get nodes in group მაგალითად. და აი ამით შეგვიძლია მოვნიშნოთ, რომ აი მაგალითად რაღაც გრუპის სახელი რომ მივანიჭოთ, აი eth hitbox-ის სახელი რომ მივანიჭოთ, ამაზე რაღაც გარკვეული მოქმედება შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ეს იგივე არის ფაქტობრივად, რაც აი მაგალითად რო წერთ ხოლმე რომ if player is if body is player მაგალითად. აქაც იგივე პრინციპი არის, რომლითაც შეგვიძლია რაღაც გარკვეული მოქმედება გავაკეთოთ კონკრეტულზე. სულ ეს არის ამ ვიდეოსთვის, შემდეგ ნაწილში უკვე შევქმნით რაღაც გარკვეულ მოწინააღმდეგეს, რომელზეც შეგვიძლია რომ დავარტყათ, ასე შემდეგ რაღაცები გავაკეთოთ. იმედი მაქვს მოგეწონათ, თუ რამე კითხვები გქონდათ დამიწერეთ, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს.